პირველი მუსიკალური დისკი ნინო სურგულაძის შესრულებით. საფოს სტანსები ოპერიდან საფო, როზინას პარტია სევილიელი დალაქიდან, მარგარეტას პარტია ბერლიოზის ოპერიდან ფაუსტის გაკიცხვა. სულ 6 საოპერო არია თბილისის კინოსტუდიის ხმის ჩამწერ დარბაზში კლავიშის თანხლებით ჩაიწერა. რატომ იწერება ნინო სურგულაძის დისკი თბილისში და რა მისი და მომღერალი ჩამოსული იტალიიდან ნახეთ ეკა ადეიშვილის სიუჟეტი. ჩავწეროთ ნინო. აბა მოდით ხასიათზე. ნინო სურგულაძე თბილისშია და ქართული ფილმის ხმის ჩამწერ სტუდიაში არიებს წერს. ეს პარტიები ხშირად შეუსრულებია მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე. სტუდიურ ჩანაწერს კი პირველად აკეთებს. ესტრადო სიმღერები ჩამწერია 10 წლის წინ და ხა საოპერო არია პირველად წერ. საფოს სტანსები, არიები როსინის სამი ოპერიდან, ბერლიოზის ფაუსტის განკიცხვიდან მარგარიტას პარტია. სულ 6 აუდიო ჩანაწერი ერთ მუსიკალურ დისკად შეიკრება. სპეციალურად საახალწლო კონცერტისთვის ჩამოსული მსოფლიო საოპერო მომღერალი დროს უკმად არ კარგავს და მენეჯერის თხოვნით მუსიკალური დისკის გამოსაშვებად ემზადება. ჩემო მენეჯერმა ესეთი რაღაც მითხრა ბატონ ბრუსმა, რომ სანამ თბილისში ხარო ვიციო, რომ მან არის საშუალება იმის, რომ კარგად ჩაწერო, დრო გაქვს და მოდი ჩაწერეო სტუდიაშიო. და მე რა თქმა უნდა მოვიძიე ვიკითხე ვინ სად როგორ წერს და ნუ გავიგე რომ არის ესეთი აქ ბავშვობაში ვახმოვანებდი ხოლმე ფილმებს მეკიჩარას და აი ამ ზუსტად ამ სტუდიაში და დღეს ხელ წერს საოპერო არის. ამ სტუდიაში წლების წინ ფილმებს ახმოვანებდა. მიშა კილასონიძესთან ერთად კი 10 წლის წინ იმუშავა. მაშინ ვახტანგ კახიძესთან ერთად პირველად შეასრულა კარმენი. უბრალოდ ძალიან მიყვარს ბატონი მიშა. ყოველთვის დიდი სიამოვნებით მუშაობ ნინოსთან. მრო უნიჭიერესი მუსიკოსია და მომღერალი. კინოსტუდიის განახლებულ ხმის ჩამწერ დარბაზში პირველად ინეკეს მიცის ფილმისთვის 42 კომპოზიცია ჩაიწერა. შემდეგ აკლადუ ათანელმა იმუშავა. ახლა კი ფორტეპიანოს თანხლებით 6 საოპერო პარტიას ცნობილი მეცო სოპრანო შეასრულებს. ყველაზე დიდ ხმის ჩამწერ დარბაზს მოძრავი კედლები აქვს და ამის საშუალებით ყველა სახის შემსრულებლისთვის ცვალებადი აკუსტიკა იქმნება. ორკესტრი ამ ხელად შეიძლება იყოს თეორიულად ნებისმიერ შემთხვევაში დაეტევა ამ სტუდიაში. ნუ ასეთ კაცი თავისუფლად 100 კაციანი იყო ლადო ათანელის ორკესტრი, რომელიც ჩაიწერეთ 2 კვირის წინ. ეხლა ნინო სურგულაძე წერს ფორტეპიანოსთან ერთად. მუშაობის პროცესში არც თუ ისე ბევრი მოთხოვნა აქვს. სიმშვიდე, მობილიზება და დადებითი განწყობა. ამბობს, რომ ვარსკვლავი მხოლოდ სცენაზე უნდა იყოს. აზრია ზოგადად შექმნილი მომღერლებზე, რომ აი თუ დავუშვათ ხარ ცნობილი მომღერალი, აუცილებლად უნდა იყოს ძივა. ძივა უნდა იყოს სცენაზე, ცხოვრებაში. მე ვთქვი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი უნდა იყოს. იტალიიდან თბილისში ჩამოსული ყველგან დედასთან ერთად დადის. ოჯახის წევრები ბათუმშიც მიჰყავს. 2010 წელს აქ საქართველოში შეხვდება. ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი და მე ყოველთვის ვეცდები, რომ როგორც მომღერალი თქვენს გვერდით ვიყო და როგორც მე ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ გულდასულით, რომ ბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის ეს ახალი წელი და გელოდებით ბათუმში.